მერთმა დაგლოსოთ გაგაძლიეროთ. გაგაძლიეროთ განსაკუთრებით დღეს, იმიტომ რომ დღეს გვჭირდება ჩვენ ჩაფლულებს ამა ცხოვრების ორომტრიალში, ამა ცხოვრების, ასე თქვას, ჭედვაში ჩვენი სულიერი ცხოვრებისა განსაკუთრებული გამოცდილება. გამოცდილება სულიერი ცხოვრების, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებას რომელშიც უნიკალური შანსი გვეძლევა ღმერთთან მიახლოების, ერთმანეთთან დაახლოების, ამ გამოცდილების მიღების პროცესში უნიკალურ გამობრძმე და გამოჭედვას გავდივართ. ფაქტობრივად ჩვენ გავდივართ ტრანსმუტაციას, ჩვენ გავდივართ იმ განწმენდის პროცესს, რომელიც ჩვენს სულიერ ცნობიერებას, ჩვენს გონებრივ ცენტრს, ჩვენს გულის ცენტრს, ჩვენს გულის ცნობიერებას, მთლიანად მთელ სულს, სამშველდესა და სხეულს განაღმრთობს და სულ სხვა უფრო მაღალ მდგომარეობაში აიყვანს ხარისხისა მისი მდგომარეობისა. შემდეგ მოდის კიდევ უფრო მაღალი მდგომარეობა ცნობიერებისა და სულიერი შეგრძნებებისა და ასე ვთქვათ სულიერი სიწმინდისა, რისი უამრავი შემთხვევაც უსასრულოდ განვითარებისა გვაქვს მაგალითად წმინდათა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მინდა დავლოცო განსაკუთრებით იოანე ღვთისმეტყველის მრევლი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მრევლი, რომლებსაც მიუხედავად ჩვენი ზოგჯერ სულიერი ბრძოლებისა, ხილული თუ უხილავი თავდასხმებისა, მიუხედავად ყოველივესი ამ ასე ვთქვათ საფრთხეებისა, განსასწრებისა, საცდურებისა თუ სხვადასხვა ჩვენთვის მოვლენილი პედაგოგიკისა, მე ვიტყოდი, მაინც და მაინც მართებთ და წარმატებით ბევრი ახორციელებს სულიერი ჰორიზონტის გაფართოება გაზრდას, რაც ასევე გვევალება, რა თქმა უნდა. ფიქრობ, რომ ჩვენ თავარზე უნდა დავფიქრდეთ. თავარი კი რა არის? ამ გამოცდილების მიღება, ანუ გამოცრთობა და ვახსენე სულიერი გამოცდილების მიღება, გამოცდილების მიღებაშია ზუსტად ის დიდი სიბრძნე, რომელიც ღმერთმა მოგცა სახარების სახით. სახარება არის ის უნიკალური სახელმძღვანელო რუქა, მე ვიტყოდი, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩვენ ვიკვლევთ გზას ამ ცხოვრების ლაბირინთში. ვიღებთ გამოცდილებას თუ როგორ უნდა ვიაროთ, როგორ არ დავბეჭავდეთ, როგორი უნდა ვიყოთ ამ ცხოვრებაში, ამ ულმობელ ცხოვრებაში, ამ კაც ცხოვრებაში, როგორ უნდა ვიყოთ მობიერი, შემწყნარებელი, მოსიყვარულე, დამდობი, როგორ უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა გავიაზროთ ჩვენ ის გზები, რომლებსაც სამოთხისაკენ, ამაქვეყნიური კი არა, სულიერი მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ. ამაქვეყნიური სიამოვნებებისა და ფასეულობების გადამკიდე და ამ ბალასტისა და რა ჭამო, რა ჩავისვათ, რა დავიხროთ და ასე ვთქვათ, ასე შემდეგ სხვა კერპების მსახურებისა და კერპების მოპოვებისა და მათი მსახურების მესაკუთრეობის ინსტინქტები კი არ დავიკმაყოფილებთ, არამედ მარადიული სულიერი ფასეულობები მოვიძიოთ. ვეძიებდეთ სასუპელოცად სათასა და სიმართლესა მისსა. ფიქრობ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით უამრავ შანსს, დღეს მით უმეტეს უნიკალური შანსი გვეძლევა. დღეს უფრო მეტი შანსი, უფრო მეტი უნიკალურობას აქვს ადგილი. იმიტომ რომ დღეს მეტი ლუფტი, მეტი დივიდენდი აქვს სულიერი ცხოვრების, თუ კი შეიძლება ეს უხეში სიტყვა ვიხმაროთ, იმიტომ რომ ზუსტად ამ მძიმე დინების საწინააღმდეგოდ სურვის პროცესში გამოიწრთობა რა ადამიანი უნიკალურ მრჩობლ მადლს იღებს. იქ სადაც სხვაგან ვერ მიიღებ, ზუსტად აქ დღეს საქართველოში უნდა მიიღო. იმიტომ ვართ აქ მოსული და ჩვენ არა გავახაროთ მტერნით ჩვენი და ჩვენ ნანგრევებზე ვასეკმოთ ისინი ჯვარი გვწერი, არამედ ჩვენ არაშურით, არა სხვისი დაპირისპირებლობით, არა სხვაზე გამარჯვებისა და მათზე რაღაცა დომინირების ინსტინქტებით აღჭურვილმა, არამედ საკუთარი კეთილი მაგალითით, საკუთარი კეთილი იდეალებით, იმ სულიერი ფასეულობებითა და იმ სულიერი თავარი დევიზებით და მოტივებით ვიცხოვროთ, რომლებიც მაგალითი ვიქნებით ყველასათვის და შევხედავს რა სხვა მოგბაძავს ჩვენ და შევუყვარდებით და ადიდებს მამაზეს და სულიწმინდას. ამიტომ მოდით მთავარი მსხვერპლი სიყვარულისა მინდა ვახსენო, სიყვარულისა, რომელიც არა მარტო ცალკეულ ადამიანს თავის ოჯახში უნდა მიქონდეს, თავის კეთილის მსურველებთან მიქონდეს, თავის იმასთან, ვის გარშემო წრეში და აურაში ტრიალებს, არამედ ყველა გლობალურ სულიერ მთლიანად თელს სივრცეზე ავრცელებდეს. ადამიანური სივრცე ძალიან დიდია. თვითონ ადამიანია მიკროკოსმი. ადამიანი არის ის მიკროპროზოპი, მიკროსამყარო, რომელშიც მოცემულია ყველა ცენტრი, ყველა ნასკვი, ყველა გზა, რომელიც ჭირდება მას იმისათვის, რომ ყველა მისწრაფება ღვთაებრივი მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების სივრცეში და საზღვრებში განავრცოს და განახორციელოს მისთვის. მოდით, ნუ გავაკეთებთ
იგნორირებას იმ ცოდნისა, იმ საოცარი ღვთაებრივი საშინელი საიდუმლოებისა, რომლებიც ქრისტიანობამ მოგცა ჩვენ. ცოდნისა, რომელიც ძიებაც, რომლის შესისხორცებაც, რომლის რეალიზებაც უფალმა დაგვავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი მარტო თავისთავად რომ მიცხოვროს, მხოლოდ ინდივიდუალურ ჩაკეტილ სივრცეში დაიღუპება. იგი ვერ წავა წინ, გზა ეკეტება მას. არის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ და ამ ლოცვების შედეგად ადამიანებს გზა ეხსნებათ. ეს ლოცვა ის ნაპერწკალია, რომელიც ჩაგდებული ადამიანში მადლის სახით თუ ის ადამიანი თვითონ ხელს უწყობს და სულიერად ძალისხმევას გამოიჩენს, აუცილებლად თავის ნაყოფს გამოიღებს. თუ ჩვენ გვინდა წინსვლა და ჩვენ გვინდა ბედნიერება და გვინდა, იმიტომ რომ უფალს უნდა პირველ რიგში. არ ამნებავს სიკვდილის, სოდვილის, არავინ მოქცევა და ცხოვრება მისი ნათქვამია. და ამ მოქცევა და ცხოვრებას კი უნდა განხორციელება ჩვენი საკუთარი ნების თავისუფალი რეალიზაციისა. ჩვენს მონაწილეობის გარეშე, ჩვენი ღვთაებრივი ნებისადმი, ჩვენი ნების პარალელურად განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნება, რომ სიმდიდრე სულიერი შევიძინოთ ჩვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება გაატარებს ისე, რომ ჩაულის თავის ცხოვრების ეგზისტენციალურ საზრის, ჩაულის გვერდზე და მისი ცხოვრება მხოლოდ ჭინჭებისა, ბალასტისა, უამრავი ნაგავისა და ამაოების დევნაში იქნება გატარებული. არადა გრანდიოზული ადამიანი, გრანდიოზული პანორამა იხსნება, იშლება მის წინაშე, როცა გაიხედავს ღვთაებრივი პანორამა მისი განვითარებისა, ქრისტიანობაში ჩახედული ყველა მრევლისათვის, იცით თქვენ, ეს არის დაუსრულებელი წინსვლა ღვთისაგან, რომ იყოს სრულით, არცა მამაი ჩვენი ზეცათა ესრულ არს. ანუ უფალი ამბობს ამას, რომ არა უბადრუკი იყოს, არა საცოდავი, არა კარიკატურა იყოს ადამიანი, არამედ იყოს დიადი, იყოს გამგე თავისი ცხოვრებისა ღვთისნები და ღვთისნებისადმი თავის ნების პარალელურად გახდომის და სინერგიით. მოდით მინდა გისურვოთ ზუსტად ყველა ასპექტში გაძლიერება, ჭეშმარიტების ჭეშმარიტი მაძიებლობა, მეცნიერების ჭეშმარიტი კვლევა ღვთაებრივი გადარჩენისა, არა უმწეობა, არა ჩამორჩენილობა, არა უცოდინარობა, არა უბადრუკობა, არა უკეთეს მდგომარეობაში ადამიანის რაღაცა კარიკატურული და დაბეჭდებული უკეთეს მდგომარეობაში ხეცის დონეზე ცხოვრება და ყოფა, არამედ გისურვოთ უმაღლეს დონეზე ქრისტიანული სტანდარტებით ცხოვრება, რასაც ბევრი ღვთის წყალობით ანხორციელებს და ცდილობს. ცდელობა კი უკვე სათნოებაა, ნათქვამია. მოდით თავი დავდოთ ჩვენ ქრისტიანული ცხოვრებისათვის. მოდით კვლავ და კვლავ შევამზადოთ ჩვენი თავი უფრო მეტი სულიერი მადლისათვის. ნუ გავჩერდებით მიღწეულზე. მოდით კვლავ და კვლავ დავიმდაბლოთ თავი, ნუ გავდიდკაცდებით, ნუ გავამპარტავდებით. იმიტომ რომ ამპარტავანი ზაქს უფალს, იმიტომ რომ ამპარტავანმა არ იცის თავის სულიერი მისია, იგი ვერც თავის თავს უარყოფს, ვერც ჯვარს აიღებს, ვერც ქრისტეს გაყვება და ვერც სხონდება, იმიტომ რომ ამპარტავნება ეს არის პირველი ცოდვა, რომელსაც ყველა ასკეტი უპირველეს ყოვლისა ებრძვის და პირველი დავალება ამპარტავნებისა და კიდევ სხვა ცოდვების დიდი თემაა წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ამპარტავნება მათ შორის ყველაზე დიდია. მოდით, ნუ დავკარგავთ თამდაბლობის გზნობას, ნუ დავკარგავთ შეწყალების გზნობას, ნუ დავკარგავთ გზნობას იმისა, რომ ჩვენ არანი ვართ, არაფერი არ ვართ ღვთის წინაშე, რომ დავიმდაბლოთ ჩვენი თავი და ვიცოდეთ, რომ თუ კი ჩვენ სხვას და სხვას ამ შემთხვევაში მოყვას უსურვებთ, მხოლოდ სიკეთეს დავთესავთ, სიკეთეს მივიღებთ. მინდა რომ დაგლუსოთ ყველანი, ყოფილიყოს ჩვენი ცხოვრება მეტი სიმშვიდით, მეტი შეგნებით, მეტი შეგრძნებით, მეტი მგზნობიარობით, მეტი ცოდნით, მეტი თვალების რეალობაზე უფრო მეტი ფორმატული ახილვით, მეტი ჭვრეტით რეალობისა, ნუ იქნება დაბინდებული ჩვენი სულიერი მზერა, ჩვენი სულიერი სმენა, ჩვენი სულიერი თუ ფიზიკური ყველა შეგრძნება დაბინდული ცოდვით, სიბლაგით, სიტლანქით, სიუხეშით, უკულტურობით, უზდელობით, ბილწიტყვაობით და სხვა ნეგატივით, არ მინდა ახლა ნეგატივზე ლაპარაკი, შევიგრძნოთ მადლი ღვთისა, შევიგრძნოთ სიტყვება ღვთისა, შევიმეცნოთ სახარება და ეს ყოველივე აუცილებლად განსაზღვრავს და აუცილებლად წინასწარ ყველა პირობას შექმნის იმისა, რომ ადამიანს გზა გაეხსნას და ადამიანი ბედნიერი იყოს. მართლაც არ ამნებავს სიკვდილი, ცოდვილისა, არავინ მოქცევა და ცხოვრება მისი. მოქცევა და ცხოვრება ქრისტეში მინდა გისურვოთ ყველას, ყოვლადვიაც და მარადიც და უკუნთი უგუნისამდე. ამინ.